ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ მიესალმოთ ჩვენი განაცემის სტუმარი ალეკო ელისაშვილი. დიდი მადლობა ალეკო, ამ წინა საარჩევნო პერიოდში რომ მოიცალე და მოხვედი ჩვენს გადაცემაში სტუმრად, ესე იგი ძალიან ბევრი თემაზე გვექნება საუბარი, იმიტომ წელიწადში ერთხელ ხო ყოველთვის ხარ ჩემს გადაცემაში, ხო? ესე დათვლი. სუმცირე. კი, სუმცირე ხარ. თუ ისეთი რაღაც არ მოხდა, რომ აი ეპიცენტრში ხარ ხოლმე, მაგ შემთხვევაში წელიწადში სამჯერ გიწევს ხოლმე მოსვლა სავარაუდოდ რა, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში საბურთალოზე გვიდა ვისაუბრა ხარ. მაინც თუ საბურთალოზე ხარ, ესე იგი მაჟორიტარი. გინდა, ანუ მაინც ულიც ესეთი გაქვს, ხო? ეს საბურთალოა. რატომ მაინც საბურთალო? იმიტომ რომ პირველი დედამიწა, სადაც აღვიქვი, იყო საბურთალო. კარგი ფრაზა არის. აი, საბურთალოზე დავიბადე, გავიზარდე და ხო, აი პირველი მიწაწყალი სამშობლო ჩემთვის იყო საბურთო ჩემი ეზო. ეს დავიბადე პავლოვის ქუჩა ერქვა ადრე ხაღაზბეგის გამზირი ქვია და ის შედის საბურთალოში ეგ თუ ვაკესხვარი მიეკუთვნება არა საბურთალო სიმართლე რო გითხრათ ეგეც პრობლემა ძალიან უაზროდ არის ადმინისტრაციულად გაყოფილი ვაკე და საბურთალო ხო ნუცუბიძის პლატოები ვაჟას კვარტლები შანხაი ქავთარაძის ქუჩა ჯიქია არანაირი ლოგიკით არ არის ვაკე თუმცა ვაკის რაიონს ეკუთვნის საზღვარი უნდა გადიოდეს ვერეს დინარე ვერეზე რა მარცხნივ არის ვაკე მარჯვნივ არის საბურთალო ეს იქნება ლოგიკური ხო რაღაცა ეხლა გადის თამარაშვილზე არა პირდაპირ ხეობის საკეთიკით უნდა იყოს რა ადმინისტრაციულად ამდენად როგორც ბევრი რამ უკუღმა არის ჩვენს ქვეყანაში ეს ამბავიც ეგრე არის რა ვაკე მაგრამ ერთი ამბავია ძალიან საინტერესო რომ რაღაც უცნაური საარჩევნო კამპანია გაქვს რა ან პირდაპირ ესე ბანერები გამოფინე ქალაქში რამდენიმე ბევრი ხე რა ბევრი ბანერი შენა გაქვს ახლა მე ვიცი ახლა პარტიები რომ ბევრი ბანერები აქვს რა რომლებია არ ესე უცბად რაღაცა თვალში არ მომხვედრია გადავსებული არის კორპუსები გამოვაკეთე იმას რა ქვია აი ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ რა აი სოფლიო ბანკის კვლევა იუნისეფის კვლევა ეს კვლევა ის კვლევა ყველა ამბობს რომ ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ სიღარიბე ერთადერთი ეს არ ჯერა ღარიბი ქვეყანა რო ვართ სუკერბერგს იმიტომ რომ პარტიები იმდენ ფულს ხარჯავენ წინა საარჩევნო და ფეისბუქის რეკლამაში რომ სუკერბერგმა ესო და შვეიცარიის მერე ესენი არიან სიმდიდრე აგერა წუწუნი არ გავიგო ქართველებს რამდენი ფული აქვს დახარჯული მართლა იმიტომ რომ ვიცი ეხა პარტიები რომ ერთ თვეში $66,000 $67,000 და ესე თანხებს ხარჯავენ. თან ამ გაუფასურებულ ლართან მიმართებაში რამდენი უფრო და უფრო მეტია დოლარში რო ამბობ რა. მაგრამ შენი კამპანია არის ესეთი რომ გამოფინე ბანერი სადაც დააწერე დაურეკე ალეკოს. ალეკო გისმენთ, ხო? და შენი ნომერია ესე ჩაულებრიოდ გამოფენილი. ანუ რა ნომერია? 593 58 40 52 ვიღაცამ დამიწერა რომ უკეთესი ნომერი აიღე აწი შელიჭირივენ უბრალოდ ამის დამახსოვრებით. სპეციალურად აიღე ეგ ნომერი რომ ნაკლებად დაგირეკოს. ნაკლები არ მირეკავს, ძალიან ბევრი მირეკავს. ანუ მართლა გირეკავენ აი. და მართლა შენ პასუხო? მართლა მე ვპასუხობ და ეგ არის. აი ხა ჯიბეში გიდევს ტელეფონი? ტელეფონი ჯიბეში. ქსელები არის ცოტა გადატვირთული ეს ორი დღეა და იმდენი ზარი არ არის, მაგრამ ეს არის კი ეს ფანრიანი ეს ყოფილა სასწაული და არ ჯდება, არ ტყდება, არ ფუჭდება, დავიწყებული მქონდა და აი მუშაობს. აი ხა შეიძლება დარეკონ პირდაპირ უპასუხე მე. აუცილებლად ყველას. ორი ამომრჩევს დაკარგავ. არა, ყველას პასუხობ. არ გამაზო არც ერთი. მე და ობამა ვპასუხობთ ყველას რა. ხო ნახე რამდენიმე დღეში მე ობამამ დაიწყო და არ მჯეროდა სიბართლე გითხრა მე მეგონა მეხუმრებოდი, იმიტომ რომ იმდენ რაღაცას მეხუმრებიან ამ ტელეფონში რომ ეგეც მეგონა მოიგონეს რომ ობამამ უპასუხავდა. მაგრამ მაინტერესებს რა არის ეს კამპანია? ანუ რას ამით რა ანუ რას შრები შენ ანუ შენთვის რას ნიშნავს ეს კამპანია? რა ვიღაცებმა მითხრეს ვინც გამაკრიტიკა ზოგიერთმა ოპოზიციონერმა რომ ესო ინოვაციური პროექტიო წინა საარჩევნო დრო არ მოიფიქრონო ხალხს რო უსმენ ეგ ინოვაციური პროექტი რატო არის? ეგ არის ჩვეულე პოლიტიკოსი ვალდებულია რომ უსმენდეს ხალხს და იმის ჩვენება მინდოდა რომ მართლა
ფეხი დავდივარ, მართლა მეტროთი დავდივარ და ისაც ვისაც ჩემი ნახვა უნდა რაღაცის თქმა უნდა, ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ და ბარემ დავაწერე კიდეც ნომერი და ერთ-ერთი თავი რომ მეკითხებიან სხვათა შორის. ნუ პირველი აინტერესებთ ნაღდად მე ვარ თუ არა და ამაზე რამდენი ძალიან საინტერესო ამბავი არის, გეტყვი. მეორეა რომ არჩევნების მერეც უპასუხებ თუ არა და მესამეა როდესაც მეკითხებიან რომ რატო უნდა მოგცე ხმა, ვეუბნები რომ თუ შენ შეგიძლია რომ მაგალითად საბურთალოზე დანარჩენ ჩემ კონკურენტებსაც ისე დაურეკო როგორც მე მირეკავ, მაშინ მე გადაწყვიტე მეთქი და ეგ არის გადამწყვეტი არგუმენტი რომ მეუბნებიან რომ ხო არა ვიცი რომ იმათ ნომერს ვერც გავიგებ და ვერც დაურეკავ და მეთქი არჩევნების მერეც ასე ხელმისაწვდომი იქნება და კანდიდატი და დეპუტატი და მაჟორიტარი იმისთვის გინდა რომ პრობლემა რო გაქვს დაურეკო ხო ან შეხვდე მოკლედ ხმა მიაწვდინო რა არა შუა სხდომაზე რომ დაგირეკოს რა საპარლამენტო სხდომაზე ბაღვითოს საშუალება ვეთყვი რომ გადმომირეკეთ ცოტა ხანში და სხდომაზე სულ რომ მაგას პასუხობ რამდენიმე იყო ერთი იყო წყალტუბოდან მოვდივართ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა გყავს და აი ძალიან ძველი ბიჭის ხმით მირეკავს ერთი ტიპი რა აი ძალიან ხო ნუ მეთქი ალეკო გისმენთ და აუ ძმა ცვეჩი ალეკო ხარ მე უნდა უთხარი ცვეჩი ალეკო ვარ მეთქი არა იმენა ნუ მეღადავები ცვეჩი ალეკო ხარ მეთქი ცვეჩია საღოლ და ჩემი ესა და ის თქვა და ძალიან კმაყოფილმა გამიჩიჩა რა მარტო მაგის გამო დარეკა და ხო აი ოღონ ძალიან კმაყოფილი იყო რომ აი ახტაცების და ერთმა და ამერიკა ალეკო ხარ ალეკო ნუ ამას მივეჩვენ ნამდვილად ალეკო ხარ ნამდვილად ალეკო ვარ აგერო 4 ტიპი გისმენთო ეხაო რა და ნაღდად შენ ხარო და ნაღდად მეორე მეთქი და ესეთი პაუზაა და არა შენ კი საღოლ ძმაო მაგრამ მე ხუთკაციანი სახინკლე წავაგე ჩასაბარებელი ეკრება ანუ ესე იგი რეკავი ხო აი მაგალითად საღამოს ჩვეულებრივ ვარ სუფრებზე ვარ რა ანუ საღამოს იწყება სუფრებიდან რეკვები რომ აი ხა ამ სადღეგრძელოს ვამბობ ძმაო აბა იმ სადღეგრძელო აი ხა 10 კაცი გისმენთ აქვსვაოთ და რაც უფრო საღამოა რა თქმა უნდა უფრო მეტი ისეთი ის არის უფრო მტრვალები რეკავენ ხოლმე და ისეთი ამბავია თან ეს ჩვენი სუსი და ის არ ვიცი დაიბოღმნენ თუ რა იყო და ეს ოცნების შტაბი ალბათ რომ დადგნენ ეხა და რა გააკეთონ არიციან რა ლანზღანდარაზარებიც იყო ხან ზოგი მირეკავს ეთყობა ჩააგდეს ნომერი ტაქსების გამოძახებაა მეუბნებიან არ არის ერთი 10 და მირეკა და რატო მირეკავთ მეთქი რავი თქვენი ნომერი იყო იქ მითითებულიო ტაქსების გამოძახებაა და ტაქსებში ჩააგდეს ტაქსებში რას არ მირეკავენ კრედიტებს თქვენ გასცემთ და რაღაც არ გავცემს რატო მეუბნებით აი ნომერი იყო მითითებული რომ კრედიტებს გასცემენ და ერთი იყო ერთი მირეკავს ვიღაცა როგორი ხმით იცი რომ სადახარ ბიჭო სადგნახო მეუბნება აი გამოძრა ტელეფონში და მეთქი რავი მეთქი მიცკევიჩის 27-ში გვაქვს შტაბი და ოფისში მობრძანე რა შტაბი ძმაო სადახარ მეთქი ნაღდა შტაბი გვაქვს მიცკევიჩის 27-ში მეთქი ვინ ახართ უკაცრავად რატო ნერვიულობთ მეთქი აგერა ვარ მიცკევიჩ და ნუ რაღაცა პაუზა ვინ ახარ ძმა მე ალეკო ვარ ელისაშვილი აიცა ის ალეკო ელისაშვილი ხარ ხო და რატო მირეკავ მეთქი რა გეცი ჭუბით რატო და მირეკე მეთქი რა გინდა როგორც გაირკვა მოკლედ ვიღაცეებმა მაგინეს ერთმანეთს Facebook-ში რა და იმ ტიპა ამან რო უთხრა რომ შენი ნომერი მომეციო ამან მიწერა ჩემი ნომერი ჩემსაც ებრად მოდიოდა ეს და ჩაუგდო ეგრეში ჩაუგრა ენაღლება რა შეხედა Facebook-ში აი ელისაშვილის ნომერი აზმა მიდი ამასთან იჭუბე მისმინე და ნომრის აღებაზე რატო ქონდა პრობლემა საარჩევნო ნომერი რა ნომერია თქვენი მე 24 ნომერია 24 საათი ვართ ხალხის სამსახურში ჩვენი ნომერია ნომრის აღებაზე პრობლემა ქონდა 11 აგვისტოს განცხადება შევიტანეთ და სექტემბრის ბოლოს მოგცეთ. აი ესეთ მეწვრილმანეობასაც კადრულობენ. მე ყრილო რეგისტრაციაზე ქონდა პრობლემა. რეგისტრაციაზე ქონდა პრობლემა. ნოტარიუსმა გითხრა, აი ყველაფერი დავამთავრეთ იმ კორონას დროს ყრილობა, დისტანციის დაცვა დავიტანჭეთ რა. გამოგვიცხადა რომ მეო ბევრი საქმე მაქვს და 2 კვირაო ვერ მოგცემთ რეგისტრაციის დოკუმენტს. ხო მაგარი რაღაცაა რა. ვერაფრით ვერ შევაგნებინეთ რომ 2 კვირა რო გაგვიწელო ვერ დავრეგისტრირდეთ რა ვადებში არ მაინტერესებს ნუ მოკლედ მივიდექით მოვდექით და საელჩოები ისინი ჩავრიეთ მოკლედ და იმ საღამოს დაგვირეკა რომ ხვალდილი დოკუმენტი დადიქნებაო და მივედი და მოგცა ეს დოკუმენტი ანუ ესე იგი შეეძლო რომ აქვე პირველი შას ვა როგორი ნომერი მირეკავს ვა ალეკო გისმენთ გამარჯობა. ჯაბა ვანო ჯავახიშვილი შოუს ჩაწერაზე ვარ და რა ვიცი აბა. უპასუხეთ, აგერ ვანო საქარი თქო მყარი და ერთად გადავწყვეტ. დიდი მადლობა. რაზე რეკავდით ის?
ჯაბაი. ბანკიდან გირეკავ და ჯაბაო და თან იცოდა რომ მე ვირეკავ და ალეკო ხარ ალეკო. მორა ინტერესებდა რა პროგრამა. რა იღებ. აი ბანკში ბიჭები შედვარ და რა პროგრამა გაქვს ამისთანა. ო. ერთი ცოტა სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო, ჟურნალისტი ხარ პროფესიით და აი ეს წინასაარჩევნოთ აი პირდაპირ ხა ჟურნალისტებს თემაზე რო არიან გადმოსულები აი ეს აი ამაზე შენი კომენტარი მაინტერესებს რა არის რა. ჯერთი ეს ბიჭი ჯეიჰუნი არის არაჩვეულებრივი ბიჭი, ვიცნობ პირადად ასეთი მოქართული ბიჭი, იშვიათად მინახავს ესეთი წესიერი და ესეთი პროფესიონალი. გადასარევი ბიჭია და აი მთელი სული და გულით ჩემთან Facebook-ში ვწერი და აგერ ახლა თქვენი ეთერითაც ვეუბნები იმას რა ქვია სოლიდარობას და მხარდაჭერას რა. ალეკო გისმენთ. გამარჯობა. დიახ. მართლა დიახ. დიდი მადლობა. ალაპარაკი. მე მეუბნებ და მადლობებს. დიახ, დიდი მადლობა. ჩვენი შტაბი არის მიცკევიშის 27-ა. უღრმესი მადლობა. კარგი. და 24 ნომერია ჩვენი ნომერი. საინტერესო რაღაცა ვიტყვი, რაც ჩვენ ვერ გაიგონი. 150 კაცი ჩემგან იქნება მხარდაჭერილი ეს. მართლა. ძალიან კარგი. რაც ვერ გაიგე, ეგ მე ვიტყვი 150 კაცი იქნება ჩემგან ძმაო, აი ყველანი მოვდივართო. ესე მართლა ესეთი ზარი იყო. ხო, გავაგზავნოთ ესე იგი ამ იმაზე რა. ჯეიჰუნზე გადასარევი ბიჭი არის და რა უბედურებაა მართლა. თან ეხლა ხო მე-9 წელი დაიწყო რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში, ხო? ხო, დღეს სხვათაშორის, ანუ ესე იგი გუშინ იყო 8 წელი შეუსრულდა, დღეს გადავედით მე-9 წელს. და ხო ის იყო აღმაშფოთებელი, რომ კამპანიის დროს რო დაასდევდნენ და ქვებს ესროდნენ, თვითონ მაინც ხო აქვს ეს თავის თავზე გამოსტილი, ეს ოხერი ამას კიდე როგორ იმეორებ და როგორ ურტყავ და ქვებს როგორ ეს მართლა ქვისხანაში ხო არა ვართ ეს ოხერი რა. რაღაცა ვითომ ქვეყანა, ვითომ 21 საუკუნე ევროპის ნაწილია დაასდევენ ქვებით ერთმანეთს, რა უბედურება ჯერეს აი იუმორისტული შოუა და ბიჭო ისეთი წუწურაკი კაცია ეს ბიძინა ივანიშვილი რომ თავისიანებს კვერცხსაც 10 თეთრიან კვერცხსაც არ აძლევს ამ პამიდორს ხო რომ უფრო რაღაცა რომ მოხდება არ გეტკინო არა ქვა აიღეთ ორიყეზეო რომ იაფად რო გამოძრეს რა ამაშიც კი წუწურაკი არის ტიპი რა წადი ქვა ეს როლე კვერცხი და ის ადარიო კაცო მაგდაი ფული სადარიო დაუშინეს ახლა იქიდან რა ვქი ირაკლი ყობახიძის განცხადება იყო ძალიან საინტერესო რომ თეთრი პერანგებით დადიანო სპეციალურად ოპოზიციის წარმომადგენლები გალახავენ რომ დაემჩნესო და გამოვიდესო რომ აი როგორი ნაცემები არის. მაგარი ლოგი ეხო სასწაული კაცი არა ხანდახან ამ ქვეყანაზე არ მგონია რომ ცხოვრობს სადღაც მარსზე არ მგონია. ანუ პრობლემა ის არის რომ დროგცემენ დრო გემჩნევა ის არის პრობლემა თორე როგცემენ ის კი არ არის პრობლემა დამჩნევა არის პრობლემა რა ცოტა მუქი ჭუჭყის ამტანი ჩაიცვით რაღაცა კაცო რა უბედურება რა შეიძლება გაგლახავენ რა მოხდა კაცო რო გემჩნევა ეს რა უბედურება სპეციალურად რო პროვოკატორულ ფერს რო არჩევ რა აი ლოგიკა აქვს სასწაული ხო და ზოგადად ეს პირიქით ამბობენ რა ანუ სამთავრობო არხებიც ესე აშუქებენ რა ანუ რო თავს დაესხა ეს. თავს პირიქით დაესხნენ რა, ანუ ესეთ რაღაცებს აკეთებენ. ეგ გახსოვს რომ ნაციონალური მოძრაობაო გვისმენს ჩვენო. ხელისუფლებაში რო იყო. ნაციონალური მოძრაობა გვისმენს ჩვენო. მახსოვს. პარტია ამბობდა რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ექვემდებარება, სუსი ექვემდებარება და რავი რა ექვემდებარება, ამბობს რომ ისინი გვისმენენ აი ეგ რა სასწაულია თან როგორ და ისინი გვირტყავენო ბიჭო შინაგან საქმეთა სამინისტრო 80,000 კაცი გემორჩილება ჯარი ყავს და ვიღას ტიპები დაგზდევენ და გირტყავენ და შენ ვერ იძიებ თან და აი გვირტყავენ ის სასწაული და მაგარი იყო მაგაზე რომ აპარატურა გაიტანაო ნაცმოძრაობაო წინა და გვისმენენ და სადღაც სახში აქვს დამონტაჟებული და იქიდან გვისმენენ და იმ სახს ვერ მიაგნეს ვერ მიაგნეს არ საიდან ვერ დაადგინეს რთულია ზოგადად ეს სროლები და ქვია მაგალითად ყოველთვის ძალიან მახსენდება ის 2018 წელს ქუთაისში რომ მიუვარდნენ გრიგოლ ვაშაძის შტაბს. ეგ იყო სასწაული ამბავი. ეგ არის ერთ-ერთი ქუთაისის არს ხსნის ჩემთვის რა. თუ გახსოვთ თეთრ ხიდთან არის ბიკენტია საკაბაბას თავზე იყო ნაცმოძრაობის ოფისი ხა მგონი სხვა ოფისი არის იქ რა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და
დაძაბული გავრილოვების და იმის ამ მერე რო იყო და რომ მიუვარდნენ ქართული ოცნების ხარდამჭერები, ნაციონალურ მოძრაობის წევრები შიგნით იყვნენ ჩაკეტილები მეორე სართულზე და ესენი რომ კულტურის სამსახურის უფროსი მერიის, ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურის თელი შემადგენლობა კულტურული მემკვიდრეობის ზეგს ესროდნენ საღებავებს და კვერცხებს. გინებდნენ სასწაულად და ცოცხალ გახსოვთ ეგ კადრები რა. აუ ძალიან მაგარი კადრი იყო მანდ ერთი. აუ ახედან ნაგინებენ და ერთი ვიღაცა აი მხედარ თუფროსი გამოვიდა წინ რა. მთავარსარდალი ის იყო ყველაზე ისეთი აგზნებული. მაქანა ვინც ხახართ ყველას თქვენი დედა. მაქანა ვინც ხახართ თქვენი დედა. ასე თქვი და უცბად ძალიან მაგარი კადრი იყო ეგ რა. კარს აღეს მოდ პირობითად ვიტყვი სახელებს შევცვლი. ერთ-ერთი სახელი ვიცი და ამ ტიპმა ეს გამოვიდა აიონზე და ეს იცნო აშკარად ეს მოწინავე რა სარდალი და კობაია მე მაგინე ბიჭო და ეს კობაია ეგრე არც დაბნეულა საერთოდ იცნო ის ტიპი შენ გარდა მაქანა ვინც ხარ გელაია ყველასზე ეგრე აი მაგითო მიყვარს ქუთაისი რა აი სუბთა ქუთაისი აი ნახარო გუშინ ერთად კეიპობდნენ გაახსენ კანა გელაია ვინც ხარ შენ გარდა ყველასზე ძალიან მაგარი ამბავი იყო ეს არ ვიცოდი ეს ამბავი მაგრამ ეს მაინტერესებს ახლა გადავიდე საჩხერის მოდელზე რას ფიქრობ ახლა შენ იმიტომ ვიცი რომ ძალიან კმაყოფილდები ამ მოდელით რომ ძალიან ცოტა ხანში თუ არჩევნები მოიგე ხა ქართულ მოუწევს გადავდივარ საჩხერის მოდელზე ანუ წყობა როგორიც აქვს ერთ სევდიანად ვიტყვი ერთ სერიოზულად მოდი სევდიანად თუ სერიოზულად თუ სევდიანად თქვა ჯერ სევდიანს ვიტყვი სევდიანი არის ის რომ ეხლა რა თქმა უნდა გულის ტკივილით ვამბობ რომ ყველას გაგვივლია და ყველას დაგჭირებია ხო ერთი დღით თუ რამდენიმე დღით მუშა ხელოსანი ან პერფორატორით ან ბალგარკით ვინც დიდუბის ხიდის ქვეშ ყველას ხელმისაწვდომი ხო ეგ ელიავას ბაზრობასთან რო ჩახვალ ნახევარზე მეტი ხო საჩხერლები არიან კი საჩხერი ეგ არის საჩხერის მოდელი რომ დანარჩენი საქართველოს დიდუბის ხიდის ქვეშ ვიდგეთ პერფორატორებით და იმით ბალგარკებით რომ სამსახურს ეძებდნენ და ლუკმაპურს ეძებდნენ დილიდან საღამომდე რომ სხედან და კლიენტს ელოდებიან ეგ არის მაგათთვის საჩხერის მოდელი და ცოტა სერიოზი რა თქმა უნდა სევდიანად იყო და სერიოზული ამბავი არის აი ფილოსოფიური ამბავია უსინდისო იყო ჩემთვის ჭორვილას საჩხერის ამბავი და აი სხვა ორი ძალიან დიდარი ტიპი რო შევადაროთ რა დავით სარაჯიშვილი ძალიან დიდარი კონიაკის წარმოების ფუძემდებელი საქართველოში და ბიძინა ივანიშვილი რას აკეთებს ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში ყველამ ვიცით ხო რომ ჭორვილაშის და საჩხერეში გადაუხურა სახურავები გაუყვანა გაზის ფულს უხდის ანუ ფილოსოფია რა არის მისი რომ თქვენ უნდა იყოთ ღარიბები და თქვენ უნდა იყოთ ჩემზე დამოკიდებულები და მე კეთილი ბიძია ვარ ხან სახურავს გაგიკეთებთ ხან გაზის ფულს გადაგიხდით მაგრამ თქვენ უნდა ღარიბები იყოთ და მე ვიყო ერთადერთი მდიდარი და თქვენ ჩემზე დამოკიდებულები იყოთ და სარაჯიშვილი ასაკეთებდა სარაჯიშვილი ღარიბებს აძლევდა სიღარიბის დამარცხების იარაღს ეს იარაღი არ განათლება ყველას ნიჭიერს ღარიბ ბავშვს უშვებდა და სტუდენტს აძლევდა სტიპენდიას და უშვებდა ევროპაში და იუბნებოდა რომ როგორც მე ვისწავლე ქიმიის ფაკულტეტზე გერმანიაში და ჩამოვედი აქ და ჩვეულებრივი ჭაჭისგან წინვალე კონიაკი გავაკეთე აი ესე თქვენს გაგეხსნებათ ეს ჰორიზონტი აი ეს არის ორი ფილოსოფია ეს არის სარაჯიშვილის მოდელი და აი ეს მოდელი არის ჩემი ოცნების საქართველო და ეს არის ბიძინას ოცნების საქართველო რომ მთელი საქართველო ხელგაწვდილი ღატაკები ვიყოთ ასე რომ ბატონო ბიძინა გადმოგვიგდეთ საჩხერეში თუ სადღაც რავი ხაშურში თუ დედოფლის წყაროში რაღაცა ლუკმაპურის ფული აი ეს არის აღმაშობა და ეს მოსწონთ ეს არის კაიო გვეუბნებიან ხო საჩხერის მაგრამ მე ერთი ამბავი და გავიხსენო ახლა რომ ბიძინა რომ გამოვიდა და რო გითხრა რომ პროპორციულზეო თანახმოვანოდ რომ სრული პროპორციული იყოსო არჩევნებიო ანუ მარტო პარტიული არჩევნები რო უნდა ყოფილიყო მაჟორიტარების გარეშე და მახსოვს შენ რომ ადექი და მადლობა რომ გადაუხადე ანუ რას მივხვდი იცი რომ ანუ კეთილი კაცი ხარ რომ მარტივად შეგიძლია ადამიანებს ენდო რა ანუ რა ჩემი პრობლემა არის რომ ადამიანებში ყოველთვის აი ცუდ ტიპშიც კი ვეძებ ადამიანობას რა და მართლა აი გული ამით ჩუყდა რომ სახელმწიფოებრივად მართლა სწორი ნაბიჯი გადადგეს და მივედი და მადლობა ვთქვა ჩემს ყველაზე მიუღებელ ტიპებს პარტიაში ყავს ერთი ვანელი ბიჭი რა რომელმაც დაგვენიზლავა რომ ესო უეჭველი გადაგვაგდებსო პროპორციულსო გადაგვაგდეთ და ეგრევე მოდი დავნიზლავდეთ უთხარით თელმა პარტიამ ამ ჩვენ ვანელს და ყველას დაგვენიზლავა სახინკლეს ხინკალზე ქაბაბზე გითხრა რომ არაო რო გადაგვაგდო ერთი 3 თვე ხინკალს და ქაბაბს ჭამდა ჩვენი ვანელი კაცი ჯელა ჩაისაც კი ხინკალს აყოლებს და იმდენი ნიზლავი მოგვიგო ყველას და ბიჭო დავსვით და ბოლოს ვეკითხებით რომ მან გახარ შეოხერო რა იცოდი რომ ეს მოგვიგებდა და ბიჭო, მაი რაია ვიცი, ესე იმერულად გითხრა.
დავფიქრდიო მაგის ადგილასო ჩემი თავი ჩავიყენო მეც მასე მოვიდა ეგეთი ახსნა იყო ძალიან გულწრფელი და ხოზე ბოლოს გითხრა მოდი მაშინ საბურთალოზე მითხარი ახლა ანუ შენ საბურთალოს როგორც ვიცი საბურთალოს ისტორიაც იცი შენ ანუ საიდან წარმოიშვა ზოგადად საბურთალი ლეკვეიშვილია საბურთალოს ამომრჩეველი სხვათა შორის მოულოდნელი ამბავი უნდა ვთქვა ზესტაფონელი რო გეგონა თორემ საბურთალოს ამომრჩეველია საბურთალოზეც ერთ მოულოდნელ ამბავს ვიტყვი რა იმასაც ვიტყვი რა თუ შეიძლება რომ შაბათს 5 საათზე ბუკიას ბაღში მექნება ღია ლექცია და წიგნის პრეზენტაცია საბურთალოზე ეს საბურთალოა დავწერე წიგნი ერთი უბნის ამბავი წლების განმავლობაში რაღაცებს ვინიშნავდი საბურთალოს და გავაკეთე ეს წიგნი და თან გავყიდი როგორო ეხლა ჩვენ ცოტა ფული გვაქვს ჩვენ პარტიას და ცუკერბერგმაც იცის რომ ცოტა ფული გვაქვს რა ხო და წიგს გავყიდი ესე ლარიდან ზევით ეღირება ლარიდან ზევით ვისაც რამდენი ემეტება საბურთალოს ისტორიისთვის და ჩვენი კამპანიისთვის იმდენი გადაიხადოს რა პირველი რითაც ვიწყებ აი თამუნა რომ იცოდე საბურთალო იყო ვერა ხო უცნაურად ჟღერს არა აი ეგრე იყო რომ კი რანაირად იყო ვერა ძველი თბილისსაც ვთავრდებოდა ძველი თბილისს ჰქონდა გალავანი გალავნის იქით ერთ ნაწილს ქალაქისას ერქვა აი რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედანი და ცოტა იქით კიდე ეს იყო გარეთუბანი და გარეთუბნის მიღმა ვერისხევი იყო დინარე ვერისხევი ვაკეც საბურთალოს ვერაც და ვარდისუბანი იყო ჯანაშიას ქუჩის მინდა მოები იყო მთლიანად ვერა და ძველ საბუთებში მოხსენიებულია ვერისხევის ტარუღა, ვერისხევის მოურავი. ანუ ეს ერთი დიდი სივრცე იყო. და საბურთალო ყოველთვის მოხსენიებულია როგორც ველი, როგორც მინდორი და როგორც დაუსახლებელი სივრცე. ეს ამბები მაქვს მოკლედ მოყოლილი, როგორ განვითარდა, როგორ განაშენიანდა საბურთალო ამ ხნის განმავლობაში ვაშლი ჯვარიც, დიდი ღომიც, დელისი, სოფელი ვეძისი და ასე შემდეგ რა და რავი 5 საათზე იქნება პრეზენტაცია. ბუკიას ბაღში, თუ სად? ბუკიას ბაღში იქნება კი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ეხლა რა მინდა იცი, ეხლა რადგანაც მოსახლეობა გირეკავს, ხო? შენი ნომერი პირადად არ იცოდა, ეს გამოყრული ბანერები ვერ ნახე ერთ-ერთმა მოსახლემ და მე მთხოვა რომ პირდაპირ ეთერში თუ შეიძლება რომ შემოვიყვანოთ ზარი და უპასუხეთ თუ თქვენს რამე რა კითხვასაც დაგისვათ, იმ კითხვაზე თუ თავისუფლად შეგიძლიათ უპასუხოთ ბატონო ალეკო. ალო. გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ალეკო გისმენთ. ალეკო მისმენს? ალეკო გისმენთ, კი. მისმენს ბიჭი. ჩემთვის რომ მოგესმინა ოპოზიციაში კი არ იქნებოდი. ის რეკავს? არ ვიცი, მოიცა რომელი ხარ კაცო? მე გახლავართ ამომრჩეველი თითქმის თქვენი უბრიდან. და მაინტერესებს რატომ უნდა მოგცეთ ხმა? აი, აინტერესებს. იმიტომ რომ სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავ დავიბენი ხედა ხმაზე ვიცანი და ავღელდი ცოტა ხო და ის არის რა ქვია ხელმისაწვდომი ვარ და ვიქნები არჩევნების შემდეგაც ჩემო ბატონო ხო მაგრამ შვილო კიდე ერთი კითხვა მაქვს მანამდე არა კიდე გვერდები ამ ბიძინას თუ მოგვაშორებთ კაცო აუცილებლად ბატონო ბიძინა ისე შეერა გითხარი მე დიდი იმედი მაქვს შვილო შენ დიდი იმედი მაქვს შენი ეხლა რა მაინტერესებს ალეკო თლა ჩემი იმედი ნუ გექნებათ ყველაფერს კარგად აკეთებ ალეკო, უბრალოდ ერთი თხოვნა მექნება შენ და შვილო. არ ჩაიჭრა ალეკო, არ ჩაიჭრა. არ ჩაიჭრა სასაცილოა. ესე იგი, ბატლა ბატონი ბიძინა ხართ, როგორც ვატყობ. ნამდვილად ბიძინა ხართ. გისმენ ბატონი ბიძინა. მოდი თქვათ პირდაპირ, ბატონი ბიძინა ხართ, მოდით ვილაპარაკეთ, რა გნება? ვილაპარაკოთ, ანუ გულღიად, ვილაპარაკოთ. გულღიად, დიახ. კი არ უყავს გულღიად საუბარი, მაგრამ ვილაპარაკოთ, კარგი. გადმოდი ჩემთან პარტიაში, ერთად მივხედოთ ყველაფერს. დამოუკიდებელმა რა უნდა ქნა? დამოუკიდებელი ვერაფერს ვერ იცამ ალეკო. დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა ვეცარება რასაც თქმა. გადმოდი ჩემთან გეუბნები ეში. კაი. საინტერესო. თანაც კაი თვისებები გაქვს, რაღაცეები. ერთი კაი ისა გაქვს, რომ უღალატო კაცი ჩანხარ, უღალატო. მაგრამ ცუდი ისა რომ კაი გონია ეგ. არა და ზუსტად მასე ფიქრობს ალბათ ვიცი. აი ზუსტად მასე ფიქრობს. სხვათა შორის ალეკო. გესმის? მისმენს ალეკო? ეს გისმენ კი. მოვისმინეთ. სხვათა შორის შენზე კაი კამპანია აქვს ვაშაძეს. ის აქეთ მაინც ხარჯავს ფულს, რო SMS-ები მოგწეროს და შენ პირიქით ვახარჯინებ, გვარეკინებ იქეთ. მე რაღაც იზავ კაცო იქ რო შევხარ, რაღაც მე ქვემოქმედები დავიწყე ალეკო, რაღაც აკეთებ შენ. კი ბატონო. ისე გონი დროა დაფიქრდი ალეკო ჩემთან თანამშრომლობაზე. იქნებ დრო მოვიდა რომ ჩვენ ორნი ყურმილის ერთ მხარეს აღმოჩნდეთ. და ერთად უპასუხოთ მოსახლეობას. უსმენ რა კარგად ჭღეს? დიდარი ალეკო გისმენთ? როგორია? ხო კარგია? იფიქრე ალეკო.
კი ბატონო. იფიქრე და მე ხარ უნდა წავიდე და ავალე მიშას კამპანიაში უნდა ჩავერთო. რაღაც იდეები მაქვს უნდა გავაკეთებინო. აბასთუმანში კედელი მაქვს რასალესი და მაიაკში ეგროლეს ავს თურმე ისე ხალხში ვერავინ ვერ აკეთებს. ვერავინ. აბა ჰე, არ ჩაიჭრა ალეკო. იმას რა ქვია. ჩემ თავს მივეცი სიტყვა, რომ ნომერი გამოვაქვეყნე, აი ჩემ თავს სიტყვა მივეცი, ძალიან მტკიცე, თერაპია ჩაუტარე, რომ რაც არ უნდა მითხრას, ვინც არ უნდა მითხრას, რომ დამირეკავენ, არავის არაფერს უზდელად არ ვეტყვი თქო რა. ფიძინა ივანიშვილმა დამირეკოს. რაც თავი ვიკავე ამ ხნის განმავლობაში ზოგიერთი ვინც მელაზღანდარებოდა რაღაცა ვითომ რომ ეკაიფებოდა იმათვის რისი თქმაც მინდოდა და ზოგადად რისი თქმაც მინდა ამ 8 წლის განმავლობაში დიდი სიამოვნებით ვეტყოდი ყველაფერს რა. შენი საარჩევნო კლიპები ჯერჯერობით არ ტრიალებს, ანუ არ გაქვს ფასო პოლიტიკური რეკლამის ხო ნებართვა თუ როგორ არის ეგ? ესოხერი ერთხელ არჩევნები მოვიგე 2014 წელს. ოცნებას მოუგე, მეტი რა გამეკეთებინა. მეორეჯერ მეორე ადგილზე გავედი მერობის არჩევნებზე და მე მეუბნებიან არაკვალიფიციური სუბიექტი ხარო და ვიღაცა რო არ ახსოვს და ოჯახის წევრებმაც რო არ იციან რომ იმას პარტია აქვს, ისეთ ტიპებს აქვს უფასოს არეკლამოდ რომ კვალიფიციური სუბიექტია და რა ვიცი მე რა იმით აღარ სარგებლობენ და ამიტომ კლიპები არ აქვს. მე საარჩევნო კლიპებზე ძალიან ხალისობ ხოლმე რა, ერთ-ერთი საუსასიამოვნო, მაგით სიამოვნებას ვიღებ. ვიღაცებს კი ნერვები ეშლებს, მაგრამ ბევრს აქვს უცნაური მაგალითად პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო რეკლამა არის ძალიან საინტერესო. ეგეთი არ მინახავს, რომ ადამიანი გამოდის საარჩევნო კლიპში და ამბობს, რომ ფიცავ, რომ მე არასოდეს არ მიღია რუსული ფული. თანეგმა ამერიკულს იღებენ, დოლარებს იღებენ, ეხა რუსული ფული ტერმა აიღო, რაღაც ჩალასავით ფული არის, რაღაც წამხდარი, $1 რა 7000 იზღის, რა ქვია, რუბლი და იმას როგორ მოკიდებდნენ ხელს, ხო? მინდა გულწრფელად გისურვო წარმატება ალეკო. დიდი მადლობა. თქვენს გისურვებთ წარმატებას და ძალიან გამიხარდება შენი წარმატება ამ არჩევნებზე ნებისმიერი ფორმით. გინდა პარტიული იყოს და გინდა სამაჟორიტარო, ხა პირდაპირ ვერ გეუნები, რომ ხმას გაზრდები, იმიტომ არა ვარ შენი ამორჩეველი, ზოგადად მაჟორიტარებში, მაგრამ მინდა რომ წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა თქვენს წარმატებებით, თქვენს გადაცემას და ალეკო ელისაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა.